მოგესალმებით. ვაგრძელებთ TripCamp-ის მოკლე ვიდეოების სერიას და დღეს ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობაზე ვისაუბრებთ. იმისთვის, რომ თქვენ სტუმრებს მოგზაურობის დაუწყარი გამოცდილება შეუქმნათ, მნიშვნელოვანია მჭიდროთი თანამშრომლობთ ადგილობრივ ბიზნესებთან თუ სერვისის მომწოდებლებთან. პირველ რიგში მოიძიეთ ის ბიზნესები თუ სერვისები, რომლებიც თქვენი აზრით თქვენი სტუმრებისთვის საინტერესო იქნება. გაიცანით მათ, მოუყევით თქვენ შესახებ და თანამშრომლობაც კი შესთავაზეთ. ეს შეიძლება იყოს ღვინის მარნები, კაფეები თუ რესტორნები, სადაც თქვენი სტუმრები ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ღვინის დეგუსტაციას ან მეტიც კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. წინასწარ მოიძიეთ ადგილობრივი სახელოსნოები, სადაც თიხაზე, კერამიკაზე თუ მატყლზე მუშაობენ, ან თუნდაც ფარდაგებს ძველი ტრადიციული მეთოდებით ქსოვენ. გააცანით თქვენ სტუმრებს ის, რითაც ასე ვამაყობთ. წინასწარ დაუკავშირდით ადგილობრივ ტუროპერატორებსა თუ გიდებს, რომლებიც თქვენი სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების, ექსკურსიებისა და აქტივობების დაგეგმვას შეძლებენ. მათთვის შესაძლოა ასევე საინტერესო იყოს სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. შეთავაზეთ მათ ველოტურები, ცხენებით ჯირითი, კანიონინგი თუ ჩანჩქერინგი. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის თანამშრომლობა საერთო შეთავაზებების შექმნას მოიაზრებს. პირობითად ეს შეიძლება იყოს თქვენთან რამდენიმე ღამის დაჯავშნის შემთხვევაში, ფასდაკლება ახლომდებარე რესტორანში ვახშამზე, ან თუნდაც ღვინის უფასო დეგუსტაცია. ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენ სტუმრებს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამისთვის კი წინასწარ ეგრეთ წოდებული რუკა შეგიძლიათ შეადგინოთ, სადაც სხვადასხვა სახის სანახავ ობიექტებს, კვების სივრცეებს თუ ღვინის მარნებს დაიტანთ. მონიშნავთ ადგილებს, სადაც ადგილობრივი პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი. წინასწარ ჩამოწერეთ ადგილობრივი ტუროპერატორებისა თუ გიდების ნომრები, საჭიროების შემთხვევაში, რომ თან გქონდეთ. თუ ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, დროა დღესვე დაფიქრდეთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენთან დასვენებას კიდევ უფრო გამორჩეულსა და საინტერესოს გახდის.